საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი მორიგი სამუშაო კვირა ორშაბათის ტრადიციული ბრიფინგით დაიწყო. უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ გასული და მიმდინარე კვირის მნიშვნელოვან მოვლენებსა და ვიზიტებზე ისაუბრა. პრესკონფერენციას ირაკლი მაისურაძეც ესწრებოდა და ის ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. ირაკლი, რა თემებზე გაამახვილა ამჯერად ყურადღება ნინო კალანდაძემ დღევანდელ ბრიფინგზე? რა თქმა უნდა, აღსანიშნავია, რომ გასული კვირის მოვლენები, ევროპის მასშტაბით წარმოებული მოლაპარაკებები, ბრიუსელის შემდეგ ლისაბონის სამიტზე მიღწეული წარმატებები, ეს არის საგარეო პოლიტიკის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი, ქართული საგარეო პოლიტიკის ამ თემებზე ისაუბრა ნინო კალანდაძე. მან აღნიშნა, რომ ლისაბონის სამიტზე მიღებული კომუნიკე და ნატოს უსაფრთხოების ზოგადი კონცეფცია და ამ კონცეფციაში და ამ დოკუმენტებში საქართველოს ჩართულობა, საქართველოს ხსენება არის დიდი წარმატება ქართული დიპლომატიური მუშაობისა. ასევე ნინო კალანდაძე მინისტრის მოადგილემ დღეს ყურადღება გაამახვილა მომავალ კვირას დაგეგმილ ღონისძიებებზე, მათ შორის პრეზიდენტის გამოსვლა ევროტრიბუნაზე და გრიგოლ ვაშაძის მიერ დაგეგმილი ხელმოწერები ხელშეკრულებებზე, რომელიც მიმდინარე მოლაპარაკებების პარალელურად გაიმართება ბრიუსელში. ეს იყო მთავარი თემა დღევანდელი ბრიფინგის. ასეთი მოვლენებით იქმნება და იწერება ისტორია. ასეთი მოვლენებით იწერება საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობები, რომელსაც არამხოლოდ საქართველოსთვის და არამხოლოდ მოკლებადიან პერსპექტივაში, არამედ ზოგადად მსოფლიო ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და ჩვენთვის, როგორც საქართველოს გრძელვადიანი მიზნებისთვის. უპირველეს ყოვლისა, მოხდეს საქართველოს დეოკუპაცია, მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციის აღდგენა საქართველოს სრულ ტერიტორიაზე. დღეს განცხადება გაკეთდა დიპლომატიური კორპუსში დაგეგმილ როტაციაზეც. საქართველოს დიპლომატიური კორპუსი უცხოეთში აკრედიტებული ელჩებს შორის აუცილებლად მოხდება როტაცია და ეს განპირობებულია მხოლოდ იმით, რომ რამდენიმე ელჩს ეწურება ვადა. სავარაუდოდ ეს როტაცია შეიძლება შეეხოს, თუმცა არ დასტურდება ზორაბ ჭიაბერაშვილსაც. ასევე განმარტებები გაკეთდა ბათუ ქუთელიას ამერიკის შეერთებული შტატებიდან გამოწვევასთან დაკავშირებით. უშიშროების საბჭოში გიგა ბოკერიას მოადგილედ დაიწყებს მუშაობას და ეს განპირობებულია იმ მოლაპარაკებებით, რომელიც საკადრო გადაადგილებების ფარგლებში მიმდინარეობდა. ნინო კალანდაძე აცხადებს, რომ როტაცია მოსალოდნელია და არა იმიტომ, რომ რომელიმე დიპლომატის მუშაობით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკმაყოფილოა. რამოდენიმე ელჩს ეწურება ვადა, უახლოეს მომავალში იგეგმება რამოდენიმე საკადრო ცვლილება დიპლომატიურ კორპუსში, რამოდენიმე გადაადგილება იქნება სწორედ იმიტომ, რომ როტაციის ვადა სრულდება რამოდენიმე ელჩისათვის, თუმცა წინასწარვე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ თითქმის არც ერთ ელჩს უარს არ ვამბობთ დიპლომატიური კორპუსის საქმიანობით, ჩვენ კმაყოფილი ვართ, შესაბამისად მათ რასაკვირველია როტაციული გადაადგილებები ელით, თუმცა ვინ რომელ სახელმწიფოში განაწილდება, ეს ჯერ კიდევ ცალკეული კონსულტაციების საგანს წარმოადგენს, თუმცა სავარაუდოდ ეს კონსულტაციები მალე დასრულდება. შეფასება გაკეთდა მალაიზიაში დაკავებული ქართველი მანდილოსნების შესახებაც. საგარეო საქმეთა უწყებაში განმარტავენ, რომ მათი წარმომადგენელი პროკურატურის საერთაშორისო განყოფილების წარმომადგენელთან ერთად დელეგაცია უკვე გაიგზავნა მალაიზიაში. ქართული დელეგაციის წევრები ადგილზე იმუშავებენ გამოძიებასთან, დიპლომატიურ კორპუსთან, რათა მოხდეს საბოლომდე დაიცვან უფლებები ქართველი ქალბატონების, რომლებიც იქ ნარკოტიკების გადაზიდვის ბრალდებით არიან დაკავებულები, ასევე რაც შეეხება სომალელი მეკობრეების მიერ დატყვევებულ ქართველებს. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ისინი ამ პროცესს თვალყურს ადევნებენ და შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობენ ქართველი მეზღვაურების უფლებების დაცვას, რათა ისინი დროულად დაბრუნდნენ სამშობლოში.